qalbi უნდა ვიყო რომ თქვა რომ ამას არ ვალოდებოდი, უბრალოდ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის მოტივი რა, მოტივით გააკეთებდნენ ამას. თან პროცესში მოხდა, იმიტომ რომ ფინანსურ მენეჯერს გადარიცხვები ჰქონდა დაწყებული და აი პროცესში ვეღარ მოახერხა, მაგალითად ინტერნეტმა დაუწერა ტექნიკური შეცდომა და თავიდან რომ სადა შესვლა განულებული ანგარიში და დაახლოებით 10 წუთი ვეძებდით იმ რომ მაგალითად ვიღაცამ ხარ მოგპარა, იმიტომ რომ ვერ მივხვდით მსგავსი გამოცდილება არ ქონია და ხურც ვეძებდით და ვიპოვეთ პროკურატურა, მაგრამ ეს პროკურატურის მოძებნაც კი არ და პოვნაც იყო რაღაცნაირი არამარტივი, იმიტომ რომ დავრეკეთ ბანკში, ბანკმა თქვა რომ ყადაღა, მე როგორ საახსრულებლო მე არ ვარ, ანუ მოკლედ რაღაცნაირი ქაოსური იყო, მგონია რომ თავად სწრაფად მიიღეს ეს გადაწყვეტილება, იმიტომ რომ დაუყოვნებლივ აი ესე ეწერა, რომ უნდა შესრულებულიყო მათ ბრძანება დაუყოვნებლივ გენერალური პროკურატურის ბრძანება. საბოტაჟი და კონსტიტუციური წესწყობილების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობა. საკმაოდ ვრცელია პროკურატურის განცხადება და არის ძალიან ბევრი საგულისხმო და მაგაზე ხო რთული ეპიზოდებიც არის. მაგრამ მანამდე ვიდრე გადავალთ პროკურატურაზე და ამ რაღაც ცირკზე, მანამდე მინდა რომ მიმართო პატიმრებს, რომლებიც ახლა დარწმუნებული ვარ რომ გვიყურებენ, მათ უნდა იცოდნენ რომ ეს საერთოდ არ არის პრობლემა მათთან დაკავშირებით. მოკლედ, ჩემთვის ახლა ძალიან მნიშვნელოვანია რომ პატიმრებმა იცოდნენ რომ ისინი მარტო არ დარჩებიან ფინანსური მხარდაჭერის გარეშე. მე ძალიან მიხარია ის, რომ ჩვენ მოვასწარით მათი ოჯახის წევრების სერიოზული ფინანსური პრობლემების შემსუბუქება, სწრაფის ესხების გადახდა, იქ სადაც ორი ოჯახი დაგვრჩა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ვიპოვე ამ ქვეყანაზე იმდენ რაღაცა კეთილ ადამიანებს, რომლებიც აი რაღაცა მცირე ფინანსურ პრობლემას ამ ორ პატიმარსაც მოუგვარებენ და დანარჩენ შემთხვევაში ის, რომ მათ ეს კრედიტები და ფინანსური ვალდებულებები ბანკებთან მოუხსენით, მე ვარ ძალიან მიხარია ეს ამბავი და ეს ეპიზოდი, იმიტომ რომ ეს იყო პატიმრების კრედიტები და დააწვათ ოჯახებს და რაღაცნაირად რომ გამოვაცალეთ ეს ტვირთი ოჯახებს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. დაგვრჩა იქ რამდენიმე ოჯახი ამ პრობლემასაც დარწმუნებულია რომ მოვაგვარებთ. რაც შეეხება თვითონ პატიმრებს, ბიჭებო, ეს არაფერს არ ნიშნავს თქვენ შემთხვევაში. მინდა რომ ეს იცოდეთ, ამიტომ არ ჩათვალოთ რომ ვინმე მან ფინანსური მხარდაჭერის გარეშე დარჩებით. ნანუკა, არა მარტო პატიმრები და მათი ოჯახის წევრები იყვნენ, ხო? ამ ფონდების ბენეფიციარები და ძალიან ბევრ ადამიანს მოაკლდა ეს თანხები. დარწმუნებული ვარ, შენ წლების განმავლობაში აკეთებ ამ საქმეს, უბრალოდ ბოლოს შეიძინა კიდევ სხვა დაემატა უпростоრეთ სხვა მიმართულება და მინდა რომ ამაზეც აუცილებლად ვისაუბროთ. აი ის ბავშვები, რომლებსაც ეხმარებოდი, ზოგს არ ვიცი, ზოგს რა დაავადება აქვს, ზოგს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და არა მარტო ბავშვები, იგივე სტიქიის დროს რა სამუშაოების თქვენ გასწიეთ, ხო? აი ვინ არიან ისინი, ვისაც ეს მოაკლდა და რა გზა შეიძლება იპოვოთ და მე მინდა კიდევ რამდენიმე კითხვა დავსვათ. პროკურატურას მე დავუბრუნდებით, ხო, იმიტომ რომ მინდა რომ მოდი რახან დაიწყე ამაზე საუბარი, ბარემ გავაგზავნე. თავის დროზე იმ დღეს მეკითხებოდნენ, რომ აი ნანუკას ფონდი რატო ადამიანებს რამდენი ადამიანი დაზარალდა ამ დროისთვის? სინამდვილეში ეს ფონდი შეიქმნა, იმიტომ რომ ჩვენი მთავარი ბენეფიციარები, ანუ იმ ფონდის დასაწყისი ისტორია არის ის, რომ ჩვენ გადავარჩინეთ გოგო, რომელსაც თირკმელი ვერ გადაუნერგა მამამ და მამამ თავი მოიკლა და დატოვა წერილი და ჩვენ ეს გოგო მოვიყვანეთ სტუდიაში და მისთვის რომ უნდა შეგვაგროვებინა, ვფიქრობდით რომ 30 მაინც ხომ შევაგროვებთ, 70,000 ლარი სჭირდებოდა, 1 საათში შეგროვდა 200,000 ლარზე მეტი. მეორეჯერაც ვცადეთ, ასევე სხვისი სიცოცხლის გადარჩენის მიზნით შეხვედრა და ასევე შეგროვდა თანხა და მე მივხვდით რომ რაღაც გამოგვდის. მიუხედავად რაღაცა ჩადებული, ჩვენ არანაირ რესურს ამაში არ ვდევდით. რესურს გულისხმობ, რომ მანამდე გამოცდილება არსებობდა კონცერტების და რაღაცა მასშტაბური საქველმოქმედო ღონისძიებების და ჩვენ უბრალოდ ერთ ავტოფარეხში ვისხედით, იმიტომ რომ მაშინ ჩვენი სტუდია იქ იყო, უბრალოდ საუბრობდით და ხდებოდა ამ თანხების მობილიზება და მივხვდით, რომ ეს გამოგვდის და ეს უნდა გვეკეთებინა. იცით რა არის? 54 ადამიანის სიცოცხლე გვაქვს გადარჩენილი. ანუ მე გულისხმობ უიმედო ადამიანებს, როდესაც აი მშობელს ეუბნებიან, რომ მკურნალობას ვეღარ გავაგრძელებთ, იმიტომ რომ შენ 100,000-ობით ლარი გჭირდება და ეუბნებიან ამას იმ მშობელს, რომელმაც 2 დღით ადრე ძროხები გაყიდა, იმიტომ რომ რაღაცა მინიმალური დანაზოგი შეექმნათ. ერთ გადაცემაში 200,000-ზე მეტი თანხა. 300,000-ზე შეგვიგროვებია, 300,000 ლარზეც მეტი შეგვიგროვებია და სიგიჟე იყო ის, რომ აი რა თანხაც არ უნდა დაგვესახელებინა, თუ 60 იყო, 60 გროვდებოდა. ანუ არ ვიცი ეს როგორ იზომებოდა, ანუ როგორ ხდებოდა თავად მაყურებლის მხრიდან ამისი კონტროლი. და სინამდვილეში ჩვენი მთავარი ბენეფიციარები იყვნენ ეს ადამიანები. ჩვენ არასოდეს არ ვსაუბრობდით, რამდენ ქალს ვეხმარებოდით და ბინებს ვქირავდით, იმიტომ რომ სასტიკი ძალადობის მსხვერპლები იყვნენ და ფაქტიურად აი მოძალადექმრებისგან გამოგვიგლეჯა. ოჯახის წევრები, ბავშვები, ქირა, ანუ ამაზე არ ვსაუბრობდით. ეხლა ბოლოს დავიწყეთ დაწერა, იმიტომ რომ მას შემდეგ რაც გავიგეთ, რომ ყოველ
ყოველდღიურად გაქონდათ ჩვენი ფინანსური დოკუმენტაცია შესაბამის ორგანოებს, ვიფიქრე, რომ არიფიქრონ, რომ რამეს ვმალავთ და ახლა უკვე ვიწყებდით, ახლა უკვე ვწერდით. Excel-ში მუდმივად აქვეყნებდით და მხოლოდ იმიტომ, რომ ვიცოდით, რომ ისინი ამას ანგარის აბარებდით. მანამდე გვერიდებოდა. ანუ მანამდე გვერიდებოდა იმის თქმა, რომ აი ნახეთ, ჩვენ ეს ვაკეთებთ. ანუ რაღაცა არ მიმაჩნდა, სწორად ჩუმად ვაკეთებდით და ბოლოს უკვე ვიცოდით, რომ საგადასახადო ამას ყველაფერს თუ ფინანსური პოლიცია თუ არ ვიცი ვინ იყო კონკრეტულად, სწავლობდა ვაქვეყნებდით. აქ რა არის მნიშვნელოვანი? როდის დავიწყეთ ჩვენ აქციებში პროტესტში ჩართვა? ეს იყო მაისის მოვლენების დროს, როდესაც მივხვდით, რომ ბავშვებისთვის იქ მყოფი აქციის მონაწილეებისთვის უნდა გვეყიდა აირწინაღები, იმიტომ რომ გაზით ხდებოდა მათი ჯანმრთელობის ხელყოფა. აი მაისის პროცესების შემდეგ ჩავერთეთ ამ ადამიანების დახმარებაში, რაშიც დღეს პროკურატურა გვედავება.